არტემი აზაროვი, ხო? ხო, უკრაინის მოვლენები როგორ განვითარდება, ამის პროგნოზი როგორც ყოველთვის რთულია ასეთ ვითარებაში. თუმცა დინამიკა, რა თქმა უნდა, არ არის იანუკოვიჩის და მმართველი რეჟიმის სასარგებლო. იანუკოვიჩი იქცევა როგორც იქცევიან ხოლმე სუსტი დიქტატორები, რომლებიც ვერც ბოლომდე ძალას ვერ იყენებენ, მაგრამ ვერც რომელთა მოქმედება ამ მომენტში დემოკრატიის სტანდარტში ვერ ჯდება და ჩვეულებრივ ასეთი მმართველები მარცხდებიან. თუმცა პროგნოზი, როგორც გითხარით, ყოველთვის რთულია. ზოგადი შეფასების სახით შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ხდება ამ დღეებში, ბოლო ორ თვეს კიევში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ეს არის, რა თქმა უნდა, ნიშანსვეტი უკრაინის ისტორიაში, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თუნდაც ნარინჯისფერი რევოლუცია იყო, მაგრამ ეს არის ნიშანსვეტი აღმოსავლეთ ევროპისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. სამწუხაროდ ამას, ჩემი აზრით, ევროპა დასავლეთი კარგად ვერ იაზრებს და ერთგვარად დაბნეულია, საკმარისი ყურადღება მსოფლიო პრესაში არ არის ამ მოვლენების მიმართ. მინდა შეგახსენოთ ის, რომ საბჭოთა კავშირი თავის დროზე დაანგრია უკრაინამ, უკრაინა იყო გადამწყვეტი უკრაინის პოზიცია. დასავლეთს და გორბაჩოვს და ელცინს ჰქონდათ იმედი ერთ პერიოდში, რომ ჩამოსცილდებოდა საბჭოთა კავშირის ბალტიის ქვეყნები, მაგრამ დანარჩენი საბჭოთა კავშირი რაღაც ფორმით შენარჩუნდებოდა და უკრაინის პოზიცია მაშინ, უკრაინის რეფერენდუმი დამოუკიდებლობაზე იყო გადამწყვეტი, რამაც ელცინს გააგებინა, რომ საბჭოთა კავშირი ვეღარ შენარჩუნდებოდა და ის წავიდა საბჭოთა კავშირის დაშლაზე. ასე რომ ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა მიმდინარეობს პუტინის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის რაღაც ფორმით აღდგენის მცდელობა ევრაზიული კავშირის სახით, უკრაინის პოზიცია ისევ გადამწყვეტია, ობიექტურად უკრაინა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა, ასე რომ თუ და როგორც ჩანს ეს ასე მოხდება, პუტინს უკრაინის პროექტი ჩაუვარდა, ასე ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ევრაზიის კავშირის და საბჭოთა კავშირის აღდგენის პროექტიც ჩავარდება. უკრაინის გარეშე, როგორც ელცინის დროს არ ქონდა აზრი, ელცინის და გორბაჩოვის დროს საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას უკრაინის გარეშე, ასევე საბჭოთა კავშირის აღდგენის პროექტს და ევრაზიულ კავშირს არ ექნება აზრი უკრაინის გარეშე. ასე რომ აქ ჩანს, რომ რაღაც ზომით საქართველოს ბედიც წყდება უკრაინაში დღეს, იმიტომ რომ თუ პუტინს თუ უკრაინის მიმართ გამოუვა, რაც ისი ალბათობაც უკვე ძალიან მცირეა, მაშინ საქართველოსაც ძალიან გაუჭირდებოდა რუსეთის ზეწოლის გაძლება, ჩვენ მეტისმეტ პატარა ქვეყანა ვართ ამისთვის. ასე რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმათი თუ ჩვენი თუ ვისი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო დამოუკიდებელი არ არის რუსეთთან. პრინციპში ვეთანხმები ხელისუფლებას იმ თვალსაზრისით და მეც მქონდა პუბლიკაციები ანალოგიური თეზისით, რომ რა თქმა უნდა უკრაინის მიმართ, ან თუნდაც მოლდოვის მიმართ, ან თუნდაც სომხეთის მიმართ რა ბერკეტებიც აქვს რუსეთს, იმ ტიპის ბერკეტები რუსეთს არ აქვს და რუსეთს გაუჭირდება გამეორება, ასე ვთქვათ, საქართველოში იმ სცენარის, რაც მან განახორციელა უკრაინაში, მაგრამ უნდა შევხედოთ გეოგრაფიას, უნდა შევხედოთ ზომას, რომ ვთქვათ, რომ ერთის მხრივ არის რუსეთმა უკვე, ასე ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ ესეთ ვითარება, როდესაც რუსეთი აითვისებს უკრაინას, ასე ვთქვათ. და მეორე მხარეს არის ძირითადი, ვინც მას წინააღმდეგობას უწევს საბჭოთა სივრცეში არის საქართველო, პრაქტიკულად საქართველო რჩება. მოლდოვას შეიძლება შეეშვას, იმიტომ რომ მეტისმეტად პატარაა და მეტისმეტად დასავლეთშია და მთელი მისი ზეწოლა, ასე ვთქვათ, წამოვიდა საქართველოსკენ, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც ბერკეტები შეიქმნება უბრალოდ და მთელი რუსეთის ფული და ასე ვთქვათ, ეკონომიკური პოტენციალი თუნდაც საკმაოდ ძლავრი იქნება და უფრო გაგვიჭირდება ყოველ შემთხვევაში ჩვენ მისთვის გაძლება, ასე რომ
მაინც სტრატეგიულად შეიძლება ამ წუთში ვთქვათ რუსეთმა ვერ შეაჩეროს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ამაშივე თანხმები ხელისუფლებას რომ თუ თვითონ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ნება იქნება მყარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას შემოდგომამდე რუსეთი ვერ გააჩერებს, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგაც არის ცხოვრება და ამ პირობებში რომ თუ უკრაინა ასე ვთქვათ საბოლოოდ აცდა ევროპის გზას, მაშინ თვითონ ევროპასაც გაცილებით ნაკლები ინტერესი ექნება აღმოსავლეთისკენ და საქართველოს მიმართ. თუ ერთი წელი აღარ არის პრაქტიკულად ნახევარ წელზე უნდა ვისაუბროთ, ხო, იმიტომ რომ თვითონ ევროპელები ამბობენ რომ შემოდგომამდე უნდა მოეწეროს ქელიოს, იქ ნახევარი წელი რჩება და ჩემი აზრით, თუნდაც იმით რომ დღეს რუსეთის მთელი ყურადღება და ინტერესი და რესურსები უკრაინაზეა მიმართული, მას გაუჭირდება რომ რამდენიმე თვეში საქართველოს აიძულოს არ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე, მაგრამ როგორც თქვი, ასოცირების ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ ნაბიჯია და თუ უკრაინა გამოაკლდა ასე ვთქვათ აი ამ იმ ქვეყნების რიცხვს, ვინც ევროპაზე არის ორიენტირებული, ну, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება იქნება ბოლო ნაბიჯი საქართველოსთვის და ევროპასთან ასოცირების თუ ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამით ყველაფერი დამთავრდება. შემდეგი ნაბიჯები აღარ იქნება. და თუ უკრაინაც იქნება ასე ვთქვათ ევროინტეგრაციაში ჩართული, ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული, მაშინ ასოცირების ხელშეკრულება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შემდგომი პროგრესიც მოხდება ევროპასთან ასოცირების თვალსაზრისით. აზერბაიჯანს ვარი არ განუცხადებია, იმიტომ რომ აზერბაიჯანი არც განიხილებოდა, ესე იგი პრაქტიკულად აი ამ ვილნიუსის სამიტისთვის სამი ქვეყანა ემზადებოდა და თვითონ ევროპელები დებდნენ სერიოზულ რესურსებს, ფულს და დროს იმაში, რომ მოემზადებინათ საქართველოს, სომხეთი და უკრაინა და ბოლო მომენტში სომხეთმა და უკრაინამ თქვეს ვარი. აზერბაიჯანს აქვს ისეთი მომლოდინე პოზიცია, თუ აზერბაიჯანი დაინახავს, რომ უკრაინა და საქართველოს ასე ვთქვათ, ამ გზაზე მიდიან და ევროპისგან ხარდაჭერა აქვთ, მაშინ ის ასე ვთქვათ, ასევე ამ გზაზე გააგრძელებს სურათს, თუ დაინახავს, რომ რუსეთი ერთგვარად, რუსეთმა შეძლო საქართველოს შეტრიალება თავისკენ, მაშინ მათ სხვა გზა არ ექნებათ და ისინიც ჩაერთვებიან რუსეთის ორბიტაში. ეს მათ თვალსაზრისით სრულიად აშკარაა და კერძო საუბრებში აზერბაიჯანელი პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც ამას ამბობენ. ანუ მათი ბედი დამოკიდებულია საქართველოზე, რაც სრულიად ცხადია ელემენტარული გეოგრაფიიდან გამომდინარე. ნაციონალური მოძრაობა ყოველ შემთხვევაში აქტიურად გამოდიოდა ამ თემის სააკაცინო განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხელის პარლამენტმა მიიღო შეთანხმება შეთანხმების საფუძველზე მისი ხარდაჭერის, თუმცა მანამდე იქნება გარკვეული კრიტიკა, რომ ხელისუფლება არ იყო დროული. როგორც ჩემი აზრით ამ ვითარებაში ისე როგორც ზოგიერთ სხვა საკითხში, რაც ეხება საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, საქართველოს ხელისუფლება არის არათანმიმდევრული, ვთქვათ, პარლამენტის ვთქვათ, ორპარტიული თუ ერთობლივი განცხადება იყო, ჩემი აზრით, ადეკვატური და სწორი და კარგი, მაგრამ თუნდაც პრეზიდენტის განცხადებებზე ამას ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებებზე, რომლებიც არის ზედმეტად ფრთხილი. მე მესმის, რომ სიფრთხილე საჭიროა და როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები ხშირად დროშების ფრიალი არის საჭირო და შემდეგ, მაგრამ დღეს, როდესაც საკმაოდ კაფიო და ცალსახა ვითარებაა და როდესაც დასავლელ პოლიტიკოსებს აღარ ეშინიათ, ვთქვათ, კაფიო გზავნილების გაშვება, საქართველოს რატომ უნდა იყოს უფრო ფრთხილი, ვიდრე ვთქვათ, ევროპელი პოლიტიკოსები, ასე რომ აი ამ
ამ შემთხვევაში გვაქვს ერთგვარი ზედმეტი სიფრთხილე. რაც შეეხება სოციალურ ოლიმპიადას, საუბარი, თუმცა ქართული სპორტსმენები მაინც მიდიან ამ ოლიმპიადებში. როგორც შეეხება თამაშს, საქართველოს ოფიციალურ ბანკში ისინი გატარიან ვისთან საკითხებში ამ სიტუაციით. Ну, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე ვთვლი, რომ ჩვენთვის უფრო ბუნებრივი და უპრიანი იქნებოდა ვარი გვეთქვა ნებისმიერი ფორმით სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე ეს არ მომწონს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის რაღაც თანმიმდევრულობას იჩენს და როგორც ჩანს უჭირს რომ ერთხელ ნათქვამი გადათქვას. Eksperti vin? Aha. Ja. სამოქალაქო სექტორის დისკრიმინაციას რას ნიშნავს? დისკრედიტაციას? აჰა. Ну, კახიშვილს თუ აქვს ასეთი ინფორმაცია, იმას უნდა გკითხოთ. ახლა მე არ ვიცი, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. გასაგებია რომ ალბათ შეიძლება ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ ბიჯანა ივანიშვილი აპირებს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას. ალბათ ის გრიპი აქვს სამწუხაროდ, თორე აქამდე გვეტყოდა რატო აპირებს ისთვის აპირებს რა გეგმები აქვს. ჩემთვის ბუნდოვანია რას აპირებს ან კონკრეტული ამოცანები რა შეიძლება ქონდეს იმ ორგანიზაციას, რომელიც მას უნდა რომ დააარსოს. ვარაუდის სახით შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩანს მას შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ სამოქალაქო სექტორი მათ შორის ზედმეტად კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და უნდა რომ მასზე გავლენა მოახდინოს სამოქალაქო სექტორზე, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ რა ბერკეტებით უნდა მოახდინოს გავლენა, როცა თვითონ იყო უშუალოდ ხელისუფლებაში ვერ ახდენდა. არ ვიცი, მე ვამბობ, რომ ეს სურვილი მას შეიძლება კონდეს. არ გამიკვირდება, რომ ეს სურვილი კონდეს, მაგრამ ვერ ვხედავ რა ბერკეტებით უნდა მოახერხოს ეს. მე არ ვამბობ, რომ ეს ახალი რაღაც ორგანიზაციის შექმნის მოტივი ეს არის, მე ვამბობ, რომ არ ვიცი რა არის ეს მოტივი. მადლობა. არ ვიცი, ახლა სამართლებრივად ვერ შევაფასებ, მე მაშინ რომ მე ვთვლიდი, ვთქვათ, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს მოქალაქეობის ჩამორთმევის სადმი დამოკიდებულება იყო მისი პოლიტიკური შეცდომა და პოლიტიკურად არასწორი იყო, თუმცა სამართლებრივი საფუძველი ამისთვის არსებობდა, ასე რომ აი ამ აღდგენის სამართლებრივი საფუძველი რა არის, არ ვიცი, მაგრამ თავისთავად ის რომ ივანიშვილი იყოს საქართველოს მოქალაქე, ეს კარგია ჩემი აზრით.